საერთაშორისო შეჯიბრები საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე. ამ თემაზე ახლა მოამბის სტუმართან ვილაპარაკებ პირდაპირ ეთერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქრივიშვილი გვერდება. მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ქალბატონო მარიამ, უკვე ხვალიდან ბაკურიანში სტარტს აიღებს მორიგი საერთაშორისო შეჯიბრი. საინტერესო არის, რამდენად მზად არის ბაკურიანი უმასპინძლოს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას? ხვალ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბაკურიანისთვის და ვიტყოდი რომ ზოგადად ჩვენი ქვეყნის სამთო სათხილამურო ყველა კურორტისთვის, რადგან ჩვენმა ქვეყანამ მორიგი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო სათხილამურო, ისევე როგორც ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც ჩვენ გავხდით კვლავ მასპინძელი ქვეყნის სტატუსის ქვეყანა, როდესაც საუბრობთ მსოფლიო თასების მასპინძლობაზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის გზა, რომელიც გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა და ვიტყოდი რომ ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ხვალინდელი დღის ჩატარება საქართველოს მთავრობის ძალიან თანმიმდევრული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის თანახმად ჩვენ ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს მიმდინარე წლის დასაწყისში. როგორც მოგეხსენებათ, 300 მილიონ ლარზე მეტი იქნა ინვესტიცია იქნა განხორციელებული ბაკურიანში ბოლო 2 წლის განმავლობაში, რის ფარგლებშიც მოეწყო ახალი საბაგირო კომპლექსები, ახალი სასრიალო ტრასები, აშენდა 2 ხელოვნური რეზერვუარის ტბა, ისევე როგორც დამონტაჟდა 32 კილომეტრზე მეტი სიგრძის ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. აი ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი კომპეტენციის გუნდი მთის ტრასების კომპანიაში, ისევე როგორც ჩვენი სათხილამურო ფედერაცია, ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა ერთის მხრივ რომ საქართველოს ემასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თუმცა მეორე ინფრასტრუქტურამ და მაღალმა კვალიფიკაციურმა გუნდმა შეძლო ის რომ ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს. სწორედ აი აქედან გამომდინარე ჩვენ ასევე წარმატებით გავიარეთ შემდგომი ინსპექტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უკვე ჩემპიონატის შემდგომ მოხვდა ყოველწლიურ კალენდარში მსოფლიო თასების. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალინდელი დღე არის ნამდვილად საზეიმო და საამაყო დღე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის უდიდესი შრომა, მინდა გითხრათ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა, თითოეულმა ადამიანმა ბაკურიანში გასწია იმისთვის, რომ ხვალ ღირსეულად კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრი ბაკურიანში, კიდევ უფრო ახალ წარმატებას და მწვერვალზე გადაიყვანს ჩვენ ქვეყანას და კონკრეტულად რა თქმა უნდა ბაკურიანს. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ხვალ ჩვენ ბაკურიანში ვიხილავთ ძალიან ცნობილ სპორტსმენებს, ისევე როგორც ცნობილ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენი ქვეყნის, ბაკურიანის, ჩვენი სამთო სათხილამურო კურორტების სწორ პოტენციალს, გაზრდიან ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მაგალითზე ჩვენ ვნახეთ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდწილად გაზარდა მისი ცნობადობა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი მსოფლიოს მასშტაბით. ქალბატონო მარიამ, შედეგად ძალიან დიდი მოლოდინები. ღონისძიებით არ მთავრდება სათხილამურო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული საერთაშორისო შეჯიბრები საქართველოში. მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა შეჯიბრებს ველოდებით კიდევ უკვე 2024-ის დასაწყისში? დიახ, მნიშვნელოვანია ის, რომ მომდევნო წლის განმავლობაში და მიმდინარე წელსაც ჩვენ გვაქვს 3 ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ჩვენი 3 სამთო სათხილამურო კურორტი უმასპინძლებს. პირველი, რითიც ვიწყებთ, ეს არის ხვალინდელი მნიშვნელოვანი დღე ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც იქნება 2 დღიანი. შემდგომი ეტაპი გადადის უკვე თებერვლის დასაწყისში გუდაურში, რომელიც იქნება ასევე პირველი პრეცედენტი, როდესაც გუდაური უმასპინძლებს ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატს. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს იყო საკმაოდ გრძელი პროცესი, რადგან ჩვენ გვქონდა არაერთი საკმაოდ რთული ინსპექტირება, რომელზეც ასე ვთქვათ, გუდაურმა მისი ინფრასტრუქტურით, მისი ადამიანური რესურსით ძალიან სწორედ უპასუხა და სწორედ აი ამ კომპლექსური ინსპექტირების შედეგად შეირჩა გუდაური ისეთი წამყვანი კურორტების გვერდით, მათ შორის როგორცაც თქვენ ნახავთ, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში თუ ასე შემდეგ. შედეგად თებერვალში ჩვენ მსოფლიო თასს ვიხილავთ გუდაურში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთხელ დამატებითი, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, მათ შორის გუდაურის დამატებითი პოპულარიზაციისთვის და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ იმ სამუშაოებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს გუდაურში და ასევე მინდა ჩვენ მოყურებელს ვახარო ისიც, რომ მომდევნო წელს ჩვენ სვანეთში
მომასპინძლებთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, რომელიც ასევე სათხილამურო აქტივობებთან და შეჯიბრთან არის დაკავშირებული. ეს არის Freeride's World Tour, რომელიც არის როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ცნობადი ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები ერთობლივად და კოლექტიურად, ისევე როგორც ცალ-ცალკე კურორტებთან მიმართებაში, ჩვენ ხედავთ იმ მოუტანს ძალიან დიდ სტიმულს კურორტებს, გაუზრდის ცნობადობას, მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს ჩვენ კურორტზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაყები ვართ, როდესაც ვსაუბრობთ მიმდინარე და მომავალი წლის კალენდარში, რომ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს ღონისძიებები და ჩემპიონატები, შეჯიბრები ჩატარდება ყოველწლიურად ბაკურიანსა და გუდაურში, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ წარმატებით გავიარეთ ის პერიოდი, რომელიც შერჩევის პერიოდს გულისხმობდა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩათვალა, რომ გუდაურში და ბაკურიანში დღეს სამთო სათხილამურო კუთხით გვაქვს ღირსეული ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნილი, რომელიც პასუხობს საერთაშორისო ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატების და შეჯიბრებების ჩატარების. ეს ინფრასტრუქტურა არ ჯდება იაფი. როგორი უკუგება გვაქვს ერთი იგივე წმინდა ეკონომიკური კუთხით და მეორე სპორტული მაჩვენებლებით. რამდენად იზრდება საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო არენაზე, კონკრეტულად მიმართულებით, რომ ჩვენ ვართ ლოკაცია, სადაც შესაძლებელი არის მაღალ დონეზე ჩატარდეს საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრება. პირველ რიგში ალბათ ჯობია დავიწყოთ ის უფრო თავიდან ამბის მოყოლა, რადგან ეს არ არის, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში და ორ წელიწადში შექმნილი ინფრასტრუქტურა. იცით, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია, რა თქმა უნდა, საბჭოთა სათხილამურო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მაგრამ ამავდროულად ჭირდება დრო და თანმიმდევრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სამთო სათხილამურო და ზოგადად ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოწყობა. 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ განახორციელა 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია სამთო სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 800 მილიონის ფარგლებში. დღეს ჩვენ უკვე სრულიად საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების მასშტაბით გვაქვს ახალი 28 საბაგირო კომპლექსი, მოეწყო 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, აშენდა 3 ხელოვნური ტბის რეზერვუარი, ისევე როგორც აშენდა ახალი სასრიალო ტრასები. ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით მივყვებით. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ სამთო სათხილამურო კურორტზე ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია და დაკავშირებულია იმ ინფრასტრუქტურასთან, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით და ვაუმჯობესებთ ჩვენ ყველა კურორტზე. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, რომ ყოველი შემდეგი სეზონი იყოს უკეთესი გასულ სეზონზე, არა მარტო ტურისტების რაოდენობით, არამედ იმ მომსახურების სერვისით, რომელსაც ჩვენ მთაზე ვახვედრებთ შიდა ისევე როგორც საერთაშორისო მოგზაურებს. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და მე ძალიან ამაყი ვარ, გუშინდელი ემოციები კვლავაც მომყვება. გუშინ ჩვენ საზეიმო ვითარებაში გავხსენით გუდაურის ტურისტული სეზონი, სადაც ასევე გახსნეს პარალელურად ჩვენ გავხსენით ახალი საბაგირო კომპლექსი, რომელიც მოიცავს 2 დამოუკიდებელი ხაზის საბაგიროს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამტარუნარიანობა 1800-დან 2400 ადამიანამდე საათში და აი ამ ახალი საბაგიროს კომპლექსის არეალში ჩვენ ასევე შევქმნით სრულიად ახალი 6 კილომეტრიანი სასრიალო ტრასები. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად მე ასევე მინდა შევეხო იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენ სამთო სათხილამურო კურორტებზე მზად დავხვდეთ დამსვენებლებს და ცხადია გამოწვევები კვლავ ბევრი რჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ის მომსახურება, ტრასები, ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაქვს და მაგალითად გუდაურზე საუბრისას მე რა თქმა უნდა მინდა აღვნიშნო, რომ ის ტრასების კომპანიის თავდაუზოგავი შრომით ამ შემთხვევაში ზაფხულის სეზონზე ისევე როგორც აი ზამთრის აი გუშინდელ დღემდე სრულად მოხდა არსებული 70 კილომეტრიანი ტრასების რეაბილიტაცია, მოხდა ახალი მანიშნებლების დამონტაჟება, მოხდა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები აღჭურვა კურორტის, ისევე როგორც ჩვენ ჩამოვიყვანეთ ახალი სპეცტექნიკა, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ გქონდეს ნამდვილად უმაღლესი ხარისხის სასრიალო ტრასები ჩვენი დამსვენებლებისთვის და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. ჩვენ გვაქვს გუდაურის განვითარების გეგმა, რომელიც არის ჩვენი გზამკვლევი, როდესაც ვსაუბრობთ შემდგომი კურორტის განვითარების ხედვაზე და გეგმაზე. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის პირველი უმთავრესი რამ, რაც განაპირობებს კურორტის განვითარებას და ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის სწორი სტრატეგიით ჩვენ
ხედავთ ასევე რომ ბიზნესი მუდმივად იზრდება საკურორტო ზონებში. ბაკურიანი და გუდაური ყველაზე ძველი სათხილამურო კურორტები არის საქართველოში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ გვაქვს ახალი ლოკაციებიც. უკვე საკმაოდ დიდი ინვესტიცია არის განხორციელებული 800 მილიონი ლარი ახსენეთ თქვენ. რამდენად აქვს ახლა სახელმწიფოს რესურსი საიმისოთ, რომ ეს ახალი ლოკაციები სულ მცირე ისევე განავითაროს, როგორი განვითარებულიც არის თქვათ ბაკურიანი და გუდაური და გავითვალისწინოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა ამ კურორტების განვითარებისას. დიახ, პირველ რიგში მოდით განმარტოთ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ 800 მილიონიან ინვესტიციაზე, ეს არ გულისხმობს მხოლოდ გუდაურისა და ბაკურიანის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ეს ასევე გულისხმობს სვანეთის სამთო-სათხილამურო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვე გავახსენებ ჩვენს მაყურებელსაც, რომ გასულ სეზონზე ჩვენ ახალი საბაგირო კომპლექსი შევმატეთ სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტს, რამაც საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ტურისტული ნაკადების ზრდას, ისევე როგორც ტურისტების გამტარუნარიანობას. Რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად კიდევ ერთხელ მივყვებით იმ სტრატეგიას, რაც გულისხმობს კურორტებზე ინვესტიციას. ჩვენ ხედავთ კიდევ ერთხელ, რომ კერძო სექტორთან ჭიდრო თანამშრომლობით თითოეული ის პროექტი, რომელსაც ვანხორციელებთ, პირდაპირ ისახება ასევე კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების ზრდაზე მაღალმთიან რეგიონებში. მაგალითისთვის ჩვენ საუბრობდით გუდაურზე და დღეს საამაყოა ნამდვილად ის, რომ 2200-ზე მეტი განთავსების ობიექტია გუდაურის ტერიტორიაზე. მხოლოდ რაც რა თქმა უნდა ნიშნავს რას? ნიშნავს ახალ დასაქმების ადგილებს და შესაძლებლობებს მაღალმთიან რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მთაში და მთაზე, ისევე როგორც ბარში, განვათავსოთ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის შიდა და საერთაშორისო მოგზაურები. ეს ნიშნავს იმას, რომ გვჭირდება მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც დასაქმდება კერძო სექტორის მიერ, ასე ვთქვათ, აშენებულ განთავსების ობიექტებში, თუ კვების ობიექტებში, თუ სხვა სერვისებში და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ისახება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია იზრდება და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში იზრდება. წლევანდელი წელი, ასევე თქვენ კითხვასაც რო პირდაპირ ვუპასუხო ალბათ, არის განსაკუთრებით წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის მიუხედავად იმ ძალიან ბევრი სირთულისა და გამოწვევისა, რომელიც გლობალურად არის და მოგეხსენებათ. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ალბათ მიმდინარე წელს ვერ შეძლო და ჩვენ არა მხოლოდ გავუტოლდით და სრულად აღვადგინეთ პანდემიამდელი ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები, არამედ გავაუმჯობესეთ უკვე ის 30%. ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან უკვე მიიღო 3.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავლის სახით და წლის ბოლომდე უკვე ფაქტობრივად სულ რამდენიმე დღეში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გადააჭარბებს 4 მილიონს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთანაც, რომელიც გულისხმობს დამატებითი ფრენების სტიმულირებას, პირდაპირ ფრენებს, აგრეთვე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს და გამოვიყენებ ჩვენს ეთერს იმისთვის, რომ ასევე ვახარო ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დღეს ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე მაისის თვიდან, 2024 წლის თვიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებს დაიწყებს ავსტრიის ავიახაზები, ვენა-თბილისი ვენის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით. ეს რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას, ევროპულ ოჯახს და ვიხილოთ მეტი ევროპული და ევროპელი ტურისტი ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ძირითადი მიმართულება გვაქვს თანმიმდევრული, ეს არის სწორი ინფრასტრუქტურა და თანმიმდევრული ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულიად საქართველოში, ვიტყოდი ტურიზმის ინფრასტრუქტურას, მათ შორის სამთო-სათხილამურო, ისევე როგორც არასამთო-სათხილამურო კურორტებზე. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ძალიან მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ტურისტულად აქტიური რეგიონების დაბების და სოფლების რეაბილიტაცია. მეორეს მხრივ ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად იყოს ტენდენციური ტურისტული მიმართულება ჩვენთვის სამიზნე ქვეყნებში, როგორც არის ევროპული ქვეყნები, ყურის ქვეყნები და ასე შემდეგ. და მესამეს მხრივ ჩვენ მუშაობთ თანმიმდევრულად, რომ გქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გაზრდილი პირდაპირი ფრენების სიხშირეები იმისთვის, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად ვუპასუხოთ პირდაპირი რეისით და შემოვიყვანოთ მეტი ტურისტი ჩვენ ქვეყანაში. მადლობა, მოამბის შეკითხვებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ხილაშვილი პასუხობდა.